მოგესალმებით, მე ვარ იანთაძე და დღეს ვეფხისტყაოსანზე ვილაპარაკებ. სანამ თავარ სათქმელზე გადავალ, ტრადიციულად გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი, ანუ ზღარბის არხი და ამით მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება, რომ შემოგვიერთდეს აქ ამ პლატფორმაზე. შეგახსენებთ, რომ პოდკასტის წინა ეპიზოდებში გიამბეთ შოთა რუსთაველი როგორ წარადგენს პოემის ტექსტში საკუთარ თავს, როგორც ავტორი და როგორც პერსონაჟი. შემდეგ გიამბეთ შოთა რუსთაველი როგორ წარადგენს სხვა პერსონაჟებს და დღეს მინდა გიამბოთ პოემის პერსონაჟები თვითონ როგორ წარადგენენ საკუთარ თავს ვეფხისტყაოსნის ტექსტში. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ, რომ ყველა შეიძლება პოემის შინაარსი დაწვრილებით არ ახსოვდეს, რა თქმა უნდა, ეს ალბათ ასეც არის და ამიტომ ვეცდები, რომ ისე გიამბოთ ის, რის თქმაც დღეს მინდა, რომ ამან თქვენ ხელი არ შეგიშალოთ. ის გმირი, რომელიც ყველაზე მეტჯერ წარადგენს საკუთარ თავს ვეფხისტყაოსნის ტექსტში, რა თქმა უნდა, ავთანდილია, იმიტომ რომ ავთანდილი არის ის პერსონაჟი, რომელიც სამყაროს გადასერავს, უამრავ ადამიანს ხვდება, ბევრ მათგანს საკუთარ თავს წარუდგენს და საერთოდ სიუჟეტური ხაზი, სიუჟეტური ხერხემალი სწორედ ავთანდილის თავგადასავალზე არის აგებული. ავთანდილის მიერ საკუთარი თავის წარდგენა იწყება ძალიან უცნაურად, იმიტომ რომ ის საკუთარ თავს წარუდგენს თავის უახლოეს მეგობარს, მასთან ერთად გაზრდილ შერმადის, მაგრამ რა თქმა უნდა წარუდგენს სხვა კუთხით, იმ კუთხით, რა კუთხითაც ჯერ მას შერმადინი არ იცნობდა. ამ წარდგენაში ავთანდილი მეგობართან საუბარს აი ამ სიტყვებით იწყებს. უბრძანა, აჰა შერმადინ, ამადმე შენგან მრცხვენიან, ჩემნი საქმენი ყოლონი გცოდნიან, გაგივლენიან, მაგრა არიცი, აქამდის, რანიცაც რამუნი მდენიან. არაბეთის პასპეტი ფაქტობრივად ბოდიშს უხდის თავის მეგობარს იმის გამო, რომ ყველაფერი გაუნდია მისთვის თავისი, მაგრამ არ უთქვამს მთავარი, არ უთქვამს თავისი გრძნობის შესახებ თინათინის მიმართ. მოუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა, ცრემლი ცხელი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა. აი ხლა ეუბნება შერმადის და თან უხსნის ბოდიშთან ერთად, რომ აქამდე ვერ გიმხელდი ჩემ ჭირსო, მაგრამ ისგანაც ვიტანჯებოდი, ეხლა მან მითხრა საიმედო სიტყვა და ამიტომ ვხედავ მხიარულსო. ამის შემდეგ ავთანდილი პოემაში საკუთარ თავს წარუდგენს ხატალ ძმებს, შემდეგ ასმატს, შემდეგ ტარიელს, შემდეგ ფრიდონს და ბოლოს ფატმანს. ეს წარდგენები არის ერთმანეთისგან განსხვავებული, იმიტომ რომ ავთანდილი ყოველთვის ითვალისწინებს მეორე ადამიანს, ვისაც საკუთარ თავს წარუდგენს. მოდი დავიწყოთ ხატაელი ძმებით, შეგახსენებთ, რომ მათ ავთანდილი შეხვდა ტრიალ მინდორზე, როდესაც ეძებდა 3 წლის განმავლობაში უცხომოყმეს და ვერ პოულობდა და სწორედ ამ ხატაელმა ძმებმა დაანახეს მას ეს უცხომოყმე სადღაც შორს მიმავალი და უამბეს, რომ აი ჩვენო დავინახეთ, ვნახეთო და მისი შეპყრობა გვინდოდა და ჩვენ ძმას თავზე მათრახი გადაუჭირაო და თავი გაუპოო და ამიტომ რა თქმა უნდა ავთანდილი ითვალისწინებს ამ ძმების დამწუხრებულ მდგომარეობას და მათ ასე წარუდგენს თავის თავს. უთხრა თუ ძმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა, მე იმაყმისა საძებრად მოვშორდისა გაზრდილოსა, აც თქვენგან მივხვდი საქმესა, ყოლა არსა ადვილოსა. როგორც ხედავთ, ერთი წამით არ ამჟღავნებს ავთანდილი იმ სიხარულს, რომელიც მას დაეუფლა იმის გამო, რომ აი 3 წლის განმავლობაში რომ ადამიანს ეძებდა და ვერ პოულობდა, აგერ არის მის წინ მიდის ხედავს და ხატაელი ძმების წინაშე მაინც თავის თავს წარადგენს, როგორც სახლკარს მოშორებული და ძნელ გზაზე დამდგარი ადამიანი. ეხლა ვნახოთ საკუთარ თავს ავთანდილი როგორ წარუდგენს ასმატს გამოქვაბულში.
ვარ მიჯნური ხელი ვინმე გაუძლებლად სულ თადგმისად ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმაყმისად. ესე იგი სატყფოს დავალების შესასრულებლად წამოსული ხელი მიჯნური ვარო ეუბნება და ეს არის ერთადერთი რასაც ამბობს და რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ასმათისთვის იმისთვის რომ ნდობით გაანეწყოს ამოწყო კაცის მიმართ. ახლა რას ეუბნება ავთანდილ ტარიელს? მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია, მიჯნურობითა დაუმწვარო არ ცეცხლი უშრეტი მგზებია და შემდეგ ამბობს მე პატრონისა ჩემისა ასრულის შემყვარებია. ესე იგი ამბობს რომ არის არაბი, არაბეთში დარბაზების ფლობელი და არაბეთის მეფის ასულის მიჯნური. აი ეს არის რითიც ის თავიდან თავის თავს წარუდგენს ტარიელს. ხა ფრიდონს როგორ წარუდგება? მე ვარ ყმაროსთან მეფისა მოყმე არაბეთს ზრდილობით, ძე დიდებულთა დიდგვართა ზრდილი მეფეთა შვილობით, საკრძალავი და უკადრი მყოფი არვისგან ცილობით. ფრიდონი არის მულღაზანზარის ქალაქ სამეფოს მეფე და ამიტომ ასე ეუბნება რომ არაბეთის მეფის გაზრდილია, არაბი დიდებულია და ის არის ადამიანი, რომელსაც ღირსებას ვერავინ შეეცილება. ეხლა როგორ წარუდგენს ავთანდილი საკუთარ თავს ფატმანს? გგონი ვარ ვინმე ვაჭარი პატრონი ქარავანისა, მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა, თავადი სპისა დიდისა მათისა შესაგვანისა, მაქვს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე ზარათხანისა. ანუ რას ეუბნება? არაბეთის დიდი ლაშქრის მეთაური ვარო და დიდი სიმდიდრის პატრონი ვარო და რა თქმა უნდა ავთანდილს არავის და წარდგენის დროს სიმდიდრე არ უხსენებია, მაგრამ ლოგიკურია რომ სწორედ ფატმანს ეუბნება რომ ძალიან მდიდარი კაცი ვარო. რა თქმა უნდა ამ ნიუანსებში თუ ვის როგორ წარუდგენს ავთანდილი საკუთარ თავს ჩანს მისი ფსიქოლოგიზმიც, მისი რაციონალიზმიც, ის რაც დასავლური ცნობიერების მქონე ადამიანისთვის დამახასიათებელი ნიშნები არის. ახლა ტარიელზე ვილაპარაკოთ, ტარიელი როგორ წარადგენს საკუთარ თავს. პირველ რიგში ტარიელი ავთანდილს აცნობს თავის თავს და თავის ცხოვრებას და ჩვენ მკითხველს გვაცნობს ამითი თავის თავს და თავის ცხოვრებას, რასაკვირველია, ამიტომ ეს ამბავი არის დაწვრილებით მოყოლილი. შემდეგ ავთანდილს უყვება ფრიდონი როგორ გაიცნო და ფრიდონს როგორ წარუდგინა საკუთარი თავი. შემდეგ პოემის ბოლოს ტარიელი უკვე ნესტანთან ერთად წარუდგება მეფე როსტევანს, არაბეთის მეფე როსტევანს და იქ უკვე ამბობს რომ ეს არის ინდოეთის მეფე და ბოლოს ჩადის ინდოეთში და თავის ხალხს ესალმება, ასე ვთქვა და რა თქმა უნდა იქაც წარდგება როგორც ინდოეთის მეფე. ტარიელის მიერ საკუთარი თავის წარდგენიდან ვიგებთ მის წარმომავლობას, ვიგებთ მისი ოჯახის ამბებს, ვიგებთ მისი ყმაწვილობის ამბებს და იმას თუ რა დაემართა მას. ფაქტობრივად ეს არის ვრცელი თხრობა ტარიელის შესახებ. შემდეგ ვიგებთ იმას, რომ ფრიდონი, როგორც კი მას ნახავს, უწოდებს მაღალ ინდოთ მეფეს. მიუხედავად იმისა, რომ იცის ფრიდონმა ძალიან კარგად, რომ სახლიდან გამოჭრილი მიჯნური არის, რომელიც თავის მიჯნურს ეძებს, უკვე იცის მან ეს ამბავი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას უწოდებს მაღალ ინდოთ მეფეს. და წარდგენა ტარიელისა ფრიდონთან ძალიან საინტერესოდ ხდება. კიდე დაუბრუნდები ამ ამბავს, მაგრამ ეხლა ვიტყვი იმას, რომ თავიდან, როდესაც ფრიდონს გაიცნობს, არ ეუბნება ვინ არის და ეუბნება, რომ მე მოგიყვებიო ჩემ ამბავს, როცა ამისთვის მეტი დრო გვექნებაო. მაგრამ მე აღმოჩნდება, რომ ფრიდონს თურმე ნანახი ყავს კიდობნიდან, როგორ ამოსვეს ულამაზესი ქალი ზანგმამონებმა და უნდოდა მისი გათავისუფლება, მაგრამ ვეღარ მოასწრო და აი ამ ამბავზე ისეთი რეაქცია აქვს ტარიელს, რომ უკვე აღარ შეიძლება რომ მან არ უამბოს ფრიდონს თავისი ამბავი, ოღონდ ერთი წინადადებით ამბობს, რომ და მაშინ რომ ფრიდონსო ჩემი ამბავი თავიდან ბოლომდე ვუთხარიო. ანუ ფაქტობრივად ჩვენ უკვე აღარ გვაინტერესებს როგორ უამბო თავისი ამბავი, იმიტომ რომ ჩვენ ეს ამბავი ვიცით, ამიტომ აქ მკითხველის ყურადღებას აღარ ღლის შოთა რუსთაველი და უბრალოდ გვატყობინებს, რომ აი ფრიდონს უამბო თავისი ამბავი და ფრიდონმა იცის ყველაფერი უკვე ამის შემდეგ ტარიელის შესახებ. ეხლა მინდა რომ
გიამბოთ უკაცრავად ნესტანდარიჯანის შესახებ. უკვე ვიცით, რომ ნესტანდარიჯანი კიდობნიდან პირდაპირ ხვდება ფატმანთან, მაგრამ ფატმანს არ ეუბნება არაფერს თავის შესახებ. შემდეგ უყვება ფატმანი ავთანდილს, რომ მოვაბეზრეო თავი კითხვითო, ვინა ხარ მზეო, რომელი ტომიშვილი ხარო და ბოლოს მიპასუხაო, მითხრა შენ ჩემთვის დედაო ხარ უმჯობესი დედისა, რა საქმე ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა, ღარიბი ვინმე შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა. ესე იგი, ვინაობას ხო არ უმხელს, მაგრამ ეუბნება, რომ ფაქტობრივად ბედისგან დაჩაგრული ადამიანია, თუმცა იმასაც ეუბნება, რომ დედის ზრუნვად აფასებს იმ სიკეთეს, რასაც ის იღებს ფატმანისგან. შემდეგ ნესტანი ხვდება მელიქსურხავის სასახლეში, ეს ძალიან საინტერესო ეპიზოდია, იმიტომ რომ მას ამზადებენ უფლისწულის საცოლედ, მიუჩენენ მცველებს და აქ ჩვენ პირველად ვიგებთ, რას ფიქრობს ნესტანი თავის თავზე, თავის ცხოვრებაზე, თავის მომავალზე და აი ესე აფორიზმად ქცეული ფრაზით თავის თავს მიმართავს. სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა გონიერსა, რა მისჭირდეს მაშინ უნდან გონებანი გონიერსა. ამას ხო თავის თავს ეუბნება და ამითი ჩვენ წარმოგვიდგება როგორც ადამიანი, რომელიც აპირებს სიცოცხლეს, რომელიც აპირებს, რომ თავი დააღწიოს იმ უბედურებას, რაც მას შეემთხვა. და შემდეგ გადაწყვეტს გაპარვას და მცველების მოსყიდვას იმ თვალმარგალიტით, რომელიც ფატმანმა გამოატანა და ვეფხის ტყაოსნის ავტორი სამ სტროფს უძღვნის ამ ამბავს ნესტანის мотивაციას, რას ეუბნება ის თავის მცველებს და როგორ დაიყოლიებს მათ იმაზე, რომ ქალი გააპარონ. და ეს ძალიან საინტერესო ეპიზოდია და წარმოგვიჩენს ნესტანის უნარს, რომ დაარწმუნოს ადამიანები ისეთი არგუმენტებით, რომლებიც ერთის მხრივ შეუვალია და მეორეს მხრივ ძალიან სახიფათოა, მაგრამ მაინც აღწევს თავის მიზანს. შემდეგ, როცა მეფის სასახლიდან გააპარული ნესტანი უკვე ვაჟის ტანსაცმელში გადაცმული, ამხედრებული მიდის და ცდილობს გაეცალოს აქაურობას, ის წააწყდება გზაზე უცხო ადამიანებს და აი აქ უკვე, როცა ხედავს, რომ თავის დახსნა აქედან ადვილად არ გამოვა, თითო შეუძახებს მათ, რომ აბა ერთიო, ვინ ბრძანდებითო თქვენო, მეო გამეცალეთო, მივდივარ, მოციქული ვარ ქაჯეთის ციხეში გულანშაროდანო. რა თქმა უნდა, თუ კი ფატმანს უბრალოდ არ ეუბნება ვინ არის, ამ გზაზე შემოხვედრა ადამიანებს უბრალოდ ატყუებს, მაგრამ სამწუხაროდ არ ჭრის მისი ტყუილი და ვიცით, რომ აქ დაატყვევებენ და ქაჯეთის ციხეში მართლაც წაიყვანენ. ნესტანდარიჯანის მთელი თავგადასავალი იმით არის გამორჩეული, რომ როდესაც ის კიდობნიდან გათავისუფლდება, ამის შემდეგ სულ ცდილობს, რომ გაემიჯნოს იმ ადამიანებს, რომლებიც მასთან კონტაქტში შემოსვლას ცდილობენ და არავის არაფერს არ ეუბნება თავის შესახებ და მაქსიმალურად უნდა რომ დაიცვას თავი ყველასგან და არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი კეთილია თუ ბოროტია, ვინც მისი ამბის გაგებას ცდილობს. კიდევ ერთი გმირი, რომელიც ვეფხის ტყაოსანში საკუთარ თავს წარადგენს ფრიდონია, აი მიუახლოვდი იმ ეპიზოდს, რომელზეც დღეს გითხარით, რომ კიდე დაუბრუნდები მეთქი. პოემის პერსონაჟებიდან მას პირველი ტარიელი გაიცნობს და ფრიდონის წარდგენაც სწორედ მაშინ ხდება, როცა ის თავის თავს წარუდგენს ტარიელს, მაგრამ ამ ეპიზოდს წინ უსწრებს ტარიელის შთაბეჭდილება ამ უცხო ახალგაზრდა კაცზე და აი როგორი არის ამბავი. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ტარიელი ეძებს დაკარგულ ნესტანს, ღამე ვიარეო და დღისითო დილით დავინახე ზღვისპირა ქალაქს მივადექითო და არ მინდოდა ადამიანების ნახვა, ამიტომ ხის ძირას წამოვწექი და დავიძინო და ძალიან სევდიანი გულით გავიღვიძეო და აი რას ყვება შემდეგ. ძახილი მესმა შემხედენ მოყმე ამაყატყიოდა შემოერბევდა ზღვის პირპირ მას თურე წყლულის ტკიოდა. ეს კი ტარიელმა დაინახა, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ჭრილობიდან მოსდის სისხლი, ცხენზე ამხედრებული დარბის, ესე იგი ხმამაღლა ემუქრება და აგინებს ვიღაც თავის მტრებს და თან ეუბნება, რომ აი ამ შავ ტაიჭზე იჯდაო, რომელიც ეხა მე მყავსო.
ამ სიბრაზისგან გააფთრებულ კაცს ტარიელი თავის მონას გაუგზავნის, მაგრამ ის რა თქმა უნდა ამ ადამიანს ყურადღებას არ მიაქცევს. მერე ტარიელი ამბობს, რომ მე თვითონ წავედი მისკენ და წინ დავხვდიო და უთხარიო, რომ ერთი წუთით გაჩერდიო, შენკენ ვარ, შენიანი ვარო და ეს ადამიანი, რომელიც გაგიჯებული დარბის და იგინება და ილანძღება და ემუქრება ვიღაცას, უცებ ტარიელის დანახვაზე შეჩერდება, შეხედავს მას და ეუბნება, შენ ასეთი ხენი ვითხენ. ანუ ესეთიო, როგორ გაჩნდიო და პირდაპირ უხსნის შემდეგ, რაც დაემართა, აქამდეო თხებად რომ მიმაჩნდაო, ის მტერი გამილომდა და უკაზმავს მიღალატესო. რაც ნიშნავს იმას, რომ არ იყო აღკაზმული საბრძოლო და არ იყო მზად ბრძოლისთვის და ასე თქვათ, მოულოდნელად მისთვის დაესხნენ თავს და მიაყენეს ზიანი მას და დაჭრეს. ხო და აი ამიტომ არის ეხლა უკვე გასაგებია რატომაც არის ესე გაბრაზებული და განრისხებული, რომ ესე იგი ესე ღალატით მიეპარნენ და დაჭრეს. მაგრამ ამის შემდეგ ტარიელი არაფერს აღარ ეუბნება, მხოლოდ იმას ეუბნება, რომ გამომყევიო მეო და წამოიყვანს თავისთან, თავის ამალაში ექიმი ყავს, ეს ექიმი მას ჭრილობაზე უმკურნალებს, მოუშუშებს, შეუხვევს ამ ჭრილობას და მხოლოდ ამის შემდეგ ეკითხება ტარიელი, რომ აბა ვინ ახარო და ვინ გაწყენინაო, რა გჭირს რა დაგემართაო და სანამ თავის ამბავს ეტყვის, ფრიდონი ისევ შეაქებს ტარიელს, ისევ ხოტბაში ასხამს, მაგრამ უცნაურად შეაქებს, ანუ ისე როგორც მას ხედავს და ეუბნება, რომ ან თავიდანო რამ აგავსო ესეო და ან ეხლა რამ გაგხადა ესეთი ფერმნა მკრთალიო. ანუ ამით ჩვენც წარგვიდგენს ტარიელს, რომ მას ეტყობა თავისი დიდებულება, თავის წყინვალება, მაგრამ ისიც ეტყობა, რომ აღარ არის თავისი საუკეთესო სახით ისე ამ წუთას წარმოდგენილი, აი ამ მისი დარდის და ამ ზევითქვევით საკფოს უშედეგო ძებნის შემდეგ. და ამის შემდეგ უამბობს ფრიდონი, ეუბნება, რომ მულღაზანძარის მეფე ვარო, ჩემი სამეფო არის პატარაო, მაგრამ ყოველმხრივ სიკეთე მიუწტომელიაო და შემდეგ უყვება თავისი ოჯახის მძიმე თავგადასავალს, რის გამოც აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში ჩვენ ის ვნახეთ. თუ შევაჯამებ, ვეფხისტყაოსნის პერსონაჟები საკუთარ თავს წარადგენენ გარკვეული კანონზომიერების დაცვით და ეს კანონზომიერება არის ის, რომ პერსონაჟების მიერ საკუთარი თავის წარდგენა გამოირჩევა სისადავით და იმ ადამიანის ფსიქოლოგიის გათვალისწინებით, ვისაც თავს წარუდგენენ. და ეს აღწერები საკუთარი თავისა გამოირჩევა სიტყვაძუნწობით და აღწერის დასავლური ხერხით. ჩვენ ნახავთ, როცა გმირები ერთმანეთის წარდგენას დაიწყებენ, ეს სურათი სრულიად საპირისპიროდ შეიცვლება და ეს იმას ნიშნავს, რომ პოემის გმირები, რომლებიც თავშეკავებულები არიან თავის წარდგენისას და იმას ამბობენ მხოლოდ რაც არის აუცილებელი იმ მომენტისთვის, შემდეგ აღწერები ნამდვილად აღმოსავლური მარგალიტებით შეიმკობა, ასე ვთქვა და ჩვენ ამას უკვე შემდეგ ხუთშაბათს მიუბრუნდებით და ახლა კი იმას ვიტყვი დღევანდელი გადაცემის ბოლოს, რომ ერთადერთი გმირი, რომელიც არღვევს აი ამ სიტყვაძუნწ წარდგენას საკუთარი თავისას, ტარიელია, იმიტომ რომ მან უნდა გვიამბოს მთელი ამბავი, რა წლების განმავლობაში ხდებოდა, მან უნდა გვიამბოს ინდოეთის ამბავი, თავისი ოჯახის ამბავი, ნესტანის ოჯახის ამბავი და იქ რა მოხდა, როგორ მოხდა და მისი ცხოვრება ბავშვობიდან მოყოლებული სიყმაწვილის ჩათვლით, როგორ განსხვავდებოდა მანამ, სანამ თავის სამშობლოში ცხოვრობდა იმ ცხოვრებისგან, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ანუ გამოქვაბულში მისი ცხოვრებისგან. ეს აუცილებლად უნდა კარგად გვიამბოს, რომ გამთლიანდეს საბოლოოდ ჩვენს ცნობიერებაში ის ამბავი, რაც ვეფხისტყაოსანში არის აღწერილი. ესე იგი, შემდეგ ხუთშაბათს იმის შესახებ მოგიყვებით, პოემის გმირები როგორ წარადგენენ ერთმანეთს და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ძალიან ვისი ამოვნებთ, იმიტომ რომ ესეთი სიტყვაძუნწი აღწერები აღარ იქნება, როგორც დღეს იყო.
გადაცემის ბოლოს რა თქმა უნდა ტრადიციულად გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი ზღარბის არხი და ასევე ტრადიციულად დიდი მადლობა იმისთვის რომ ჩემთან ერთად ხართ, დიდი მადლობა იმისთვის რომ ჩვენთან ერთად ხართ, იმისთვის რომ გვისმენთ, გვამხნევებთ და გულშემატკივრობთ. შემდეგ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით გმადლობთ.